მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი იწყება და ჩვენ უწყებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. 2013 წლის 26 მარტს თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში. მას ბრალად ედება სამსახურეობრივი გულგრილობა, დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ალექსანდრე ბახუტოვის ბრალდებას. 2007 წლის 24 აგვისტოს ალექსანდრე ბახუტოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ცოცხალი იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2012 წლის 26 დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ალექსანდრე ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილისათვის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. ხსენებულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელი იყო კახეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი. მითითებულ საქმეზე იმ პერიოდში ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იყო, რომ 2007 წლის 15 ივნისს დაახლოებით 18 საათზე ალექსანდრე ბახუტოვმა თელავის რაიონის სოფელ ფშაველში არსებულ მეცხოველეობის ფერმაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა ლაშა ჩოფიკაშვილი. გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ ალექსანდრე ბახუტოვმა ნაცნობების ვეფხო ხაჩოშვილის, ალექსი ცოციაშვილისა და ასლან გაუარაშვილის დახმარებით ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი მდინარის სტორში გადააგდო. გვამი წყალმა წაიღო და ნაპოვნი ვერ იქნა. 2007 წლის 26 ივნისს ალექსანდრე ბახუტოვი დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მეორე დღეს 27 ივნისს ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი დააკავეს განზრახ მკვლელობის დაფარვის ბრალდებით. 2007 წლის 24 აგვისტოს პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ალექსანდრე ბახუტოვთან დაიდო საპროცესო გარიგება, რაც დაამტკიცა თელავის რაიონულმა სასამართლომ. სასამართლოს განაჩენით მას განზრახ მკვლელობისათვის მიესაჯა 6 წლის თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2007 წლის 29 აგვისტოს პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილისა და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის დაფარვისათვის არსებითად განსახილველად გადაეცა თელავის რაიონულ სასამართლოს. 2007 წლის 1 ოქტომბერს გამოძიების მიერ მოკლულად გამოცხადებული ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი გამოჩნდა, 2007 წლის 22 ნოემბერს ზურაბ ჯავახიშვილმა საპროცესო შეთანხმებები გაუფორმა ასლან გაუარაშვილს, ალექსი ცოციაშვილსა და ვეფხო ხაჩოშვილს, რომლებიც იმავე დღეს თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით განზრახ მკვლელობის დაფარვის გამო დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი და შეეფარდათ პირობითი მსჯავრი. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა დასახელებული მსჯავრდებულების ბრალდების საქმეზე ვერ უზრუნველყო სამსახურეობრივი მოვალეობის, საპროცესო ხელმძღვანელობის ჯეროვნად განხორციელება საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. გამოძიებით დადგენილია, რომ ზურაბ ჯავახიშვილმა არ შეასრულა კანონის გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ არ დაადგინა ლაშა ჩოფიკაშვილის სიკვდილის უთხოვარი ფაქტი, არ გამოიკვლია საქმის არსებითი გარემოებები. კერძოდ გამოძიების ვერსიით გვამი მდინარეში 2007 წლის 16 ივნისს გადააგდეს, ხოლო ალექსანდრე ბახუტოვს ბრალი განზრახ მკვლელობისათვის წარებდნენ 2007 წლის 28 ივნისს, ანუ 12 დღის შემდეგ. საპროცესო შეთანხმება ალექსანდრე ბახუტოვთან 2007 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა, ანუ გვამის მდინარეში გადაგდებიდან 2 თვისა და 8 დღის შემდეგ. ამ დროს განმავლობაში გვამის გაუჩინარება ისეთ მცირეწყლიან მდინარეში, როგორიც სტორია, იყო სრულიად დაუჯერებელი და გამორიცხავდა გვამის მდინარეში გადაგდების ფაქტს. ამდენად ხიშვილის მიერ ალექსანდრე ბახუტოვისა და სხვა სამი პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა ცილდებოდა ყოველგვარ აზრს. საქმეზე შეკრებული მტკიცებულებები იყო უკიდურესად წინააღმდეგობრივი და სრულად ალოგიკური ზემოხსენებული პირობისათვის ესოდენ მძიმე ბრალდების დასაყენებლად. უფრო მეტიც, 2007 წლის 22 ნოემბერს
პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა ბრალდებულებთან, ასლან გაუარაშვილთან, ალექსი ცოციაშვილთან და ვებ ხოხაჩოშვილთან ისე გააფორმა საპროცესო შეთანხმებები, რომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ამ დროისთვის მოკლულად შერაცხული ლაშა ჩოფიკაშვილი უკვე ცოცხლად იყო გამოჩენილი. ასეთ ვითარებაში საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდებულებთან იმის შესახებ, რომ მან დაფარეს განზრახ მკვლელობა პროკურორის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშ შეუსრულებლობას წარმოადგენს. პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის დაუდევარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია დასახელებული პირების უკანონო მსჯავრდება არ ჩადენილი დანაშაულისათვის, რითაც არსებითად დარღვეული იქნა მათი კანონიერი უფლებები. ასევე არსებითად იქნა დარღვეული სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და შელახული იქნა პროკურატურის როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოს პრესტიჟი. მადლობთ. ეს არის დღეს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.